დღეს დარწმუნდებით, რომ ქუთაისი მხოლოდ ინდუსტრიის მშენებელი კი არა, კარგი მუსიკის ქალაქიც არის. მაშასე მივესალმოთ ჩვენი სტუმარია ქუთაისის ინსტრუმენტული ანსამბლი გოგოლა, გაბრიელ კილაძე, მარიამ ღვინერია და ბარბარე ცეცხლაძე. მობრძანდით პატივცემულები. მობრძანდით, რა კარგია რომ მოხვედით, ჯაბრძანდით შემოგევლეთ, სალამი. როგორ ახალ? კარგად, თქვენ როგორ გძანდებით? კარგად გამოიყურებით, კარგ ხასიათზე ხართ. ეხლა მთავარი მითხარით, რომელი ხართ? მე ვარ ბარბარე ცეცხლაძე. ბარბარე ცეცხლაძე ყოფილა? გაბრიელ კილაძე. გაბრიელ კილაძე ყოფილა და ღვინერია მარიამი. მარიამი ყოფილა, ღვინერია კი ბატონო. საიდან ჩამობრძანდით ახლა მითხართ? ქუთაისიდან. თქვენ გაგახარებთ. აი რაღაცნაირად გეტყობათ რა რომ ქუთაისიდან ჩამოხვდეთ, ხელცარიელები არ მოსულხათ, რაღაცები მოიტანეთ. რა არის ეგ მითხარით? ეს კალიმბა, წარმოშობით აფრიკიდან. მუსიკალური საკრავი კალიმბა. კალიმბა, მათხოვე ერთ ეგა. რაღაცა ქუთაისური ინსტრუმენტი მეგონა და ეს რაღაცა აფრიკიდან ჩამოტანილი. იქ არაფერს არ გეუბნებიან ქუთაისში რა იყო, სხვა ინსტრუმენტი ვერ ნახეთ, რაღა აფრიკულსა და ეტაკეთო რო, არ ამბობენ ამას. მოდი აბერტი რაღაცნაირად გამაგონეთ ერთი ამის ხმა რას აკეთებთ. ვერ ნახე და კარგულიყო საჩეხო მარახარ სულიკო საოცარი ამბავია იცი რა არის აფრიკული კი არის მაგრამ ქართულს კი უკრავს და ქართველები როდესაც უკრავენ მე ის აფრიკულის ქართული ხდება როგორც მე ვხდე კალიმბა მომეწონა კარგი ახლა მე ხო ვიმღერე ხა და მიმიღეთ თქვენთან ანსამბლში ხა 10 სიმღერა ვიცი არც დაკვრა ვიცი მაგრამ რამდენი ხართ ანსამბლში ბევრი ვართ აი რამდენი არ ვიცი 10 20 30 40 50 არ ვიცი უფრო მეტი შეიძლება 50 ხო იქნებით სადღაც კი ბატონო ანსამბლში დავდგები ისე და ვინ შემატყობს ხა რომ ვერაფერს ვერ ვაკეთებ ხო შეიძლება რა მოხდა ჰა შესანიშნავი ახლა მითხარით სამზარეულო ვიცი მე იმერული გამიგია რომ ძალიან მაგარი არისო და გაბრიელს რო ვკითხოთ რომ დავიწყოთ ხო შეიძლება გაბრიელ შენ გიყვარს ალბათ ხო იმერული სამზარეულო რაღაცებს გიყვარს ჭამხოლმე მე ხაჭაპურზე ვგიჟდები შენ როგორ ახარ მაგთან ლობიანი რაო ლობიანი რა ის ლობიანი კაცო ლობიანი რაჭაში და შეკალ კი ბატონო ლობიანი რატო ეგრე ძალიან გიყვარს ლობიანი თვითონ მასწავლებელი ლობიანას ვიძახის. მასწავლებელი ლობიანას ვეძახისო. კი ბატონო. შესანიშნავი ამბავია. და ხაჭაპურა რომელიმე ხართ? არა. მე ხაჭაპურა მე ვარ. თქვენ ვინ ხართ, აბა? მე აჭარული ხაჭაპური. აჭარული ხაჭაპური უყვარს. ანუ იმერული არაფერი არ თქვეს. ანუ გიდგენიათ თქვენ პატივცემულო? მე ლობიანი მიყვარს. ვაი მე ჩემი სიკვდილი კი არა და თქვენი კარგად ყოფნა თქვენ შემოგევლით. ესე იგი და იმერული კერძებიდან არაფერი არ მოგწონთ? ნუ დამწყვეთ გულს რაღაცა ხო მოგწონთ? არაფერი როგორ არ მოგწონთ? ხაჭაპური ხო მოგწონთ? გადავრჩით. ყველანაირი ხაჭაპური. გადავრჩით. აღა კიდე აჭარულ ხაჭაპურს აყოლებენ ესენი ხაჭაპურს უბრალოს, ნამდვილს, ხო? აი თხელ-თხელი იქვე რო გაკეთდება რას მე ვაიმე როგორ მინდა. კარგი, ახლა მის დრო არ არის, სხვა თემაზე გადავიდეთ. ვისთან ერთად მოხვედით ახლა თქვენ? დედიკოსთან და მამიკოსთან ერთად. დედიკოსთან და მამიკოსთან. გაბრიელი ვისთან ერთად მოვიდა? დედიკოსთან ერთად. დედიკოსთან ერთად, მარიამ? დედიკო და მამიკოსთან. დედიკო და მამიკოსთან ერთად მოგესალმებით ყველას. პედაგოგი არ წამოგიყვანია? გამარჯობათ პედაგოგო. მოგესალმებით. როგორი პედაგოგია? მხიარულია, გვამხიარულებს. კაცრი არ არის? არა. არა. არ გიბრაზდებათ ხოლმე არაფერზე? მოვხედეთ აქეთ კაცო. ესე არ აკეთებ? არა. კარგი. სულ ყველა ამაზე უკრავთ? თუ კიდე რაღაცებს სხვა ინსტრუმენტები? ჰანდური, გიტარა. ხო. ჯამბე. ხო, ჯამბე ხო. ეგ რაღა არის? დოლივი და საკრავი. დოლივი დოლზე რატო არ უკრავთ თვითონ? დოლზეც უკრავთ? ეგეც პედაგოგის დამსახურება, დოლზე დაკვრა გასწავლა. მაგრამ ამან იცის ეს ყველაფერი, კაცო? ყველაფერი ერთად მაგან გასწავლა, საოცარი ადამიანი. შესანიშნავი. პედაგოგს რა ქვია? ვალერი. ბატონი ვალერი. რა გვარი აქვს ვალერის? გოგოლა. თქვენ ყველა ამ ინსტრუმენტს გქონთ, აი ეს კალიმბა საიდან როგორ მოხდა ეს მითხარით, ძალიან მაინტერესებს. აფრიკაში იყავით და იქიდან ჩამოიტანეთ ეს გამოცდილება.
კალიმბამ ნახეთ ინტერნეტით თავიდან და ძალიან მოგვეწონა და მქონდა სურვილი რომ გამეკეთებია ანსამბლში აი რაღაც კალიმბაზე შეგვესრულებინა და ძალიან მაჟორული სიმღერები მიდის მასე მელოდიები და ძალიან უხდება იმერულ მუსიკას იმერულს მოხდომია აფრიკული ინსტრუმენტი კი ბატონო შესანიშნავი ამბავია ეს კარგი გაძლება თქვენ პატივცემულო ამდენი ბავშვი ერთად რო არის საკმაოდ რთული სამართავი იქნება როგორი მოწაფეები არიან თქვენი ხო არ გაბრაზებთ თავარი არის აი ყველა სიყვარულით სავსე ბავშვები არიან და მათთან ურთიერთობა აი ძალიან დიდი ბედნიერებაა ჩემთვის ეჭვიც არ მეპარება რომ ასე იქნება კარგი ეხლა დადგა დრო რომ აი ეს ყველაფერი ასეც ვისაუბრეთ უკვე საქმეში ვნახოთ და ანსამბლით შემოგვიერთდეს მაგრამ მანამდე ახლა საჩუქრებს ხო ვიმსახურებთ ჩვენ ბოდიშილობიანი არ იქნება მაგრამ საჩუქრები ნამდვილად იქნება და პირველი ამ საჩუქარს შემოგვიტანს ფაგიო აი ეს ფაგების ნაკრები თქვენ ყველას გექნებათ თითო აპლოდისმენტები ეს არის ფაგების ნაკრები იმისათვის რომ გაციება და ინფექცია არ მოგეკაროთ დედამ იცის ფაგიო და რა თქმა უნდა შემდეგი საჩუქარიც უნდა მობრძანდეს აბა ისე როგორ იქნება მობრძანდება ჩვენთან ლოკომოკოს ლობი ეს საჩუქარიც თქვენ კი ბატონო აქ დავდოთ და ახლა გადავიდეთ იმ მნიშვნელოვან ნაწილზე რომლითაც რა თქმა უნდა სულ ყველანი დავტკბებით ეჭვიც არ მეპარება ესე იგი მოვისმინოთ ლაშქრული საოცარი შესრულება მეტი აპლოდისმენტი გვინდა ახლა ანსამბლი გოგოლა დიდი მადლობა